გამოდიან უკვე გუნდები მოედანზე, მათ მიუძღვებიან სლოვენიელ საჯები და დაიწყება სულ მალე შეხვედრა. ოვაციით ხდება ადგილობრივი გულშემატკივარი თბილისის დინამოს გამოსვლა. საკმაოდ კარგი შესახედია ასეთი რამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქართულ სტადიონებზეა ნოვაცია, მაგრამ არა სხვადასხვა სტადიონებზე. ძალიან კარგი არის, რადგანაც ბევრი რამ კარგი გადმოსაღები აუცილებელიც არის, უნდა გადმოვიღოთ და უნდა ვისწავლოთ ის, რაც კარგი არის. გულშემატკივრობა ქართველებმა იციან და ძალიან კარგიც არის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამდენი კომაგი არის მოსული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტადიონი არ არის სავსე, მაგრამ არც ისე ბევრი ცარიელი ადგილია. გამოვიდნენ გუნდები, ხედავთ თქვენს ეკრანებზე, როგორც დინამოს, ასევე აექს. და ეს ჰიმნი, უბერებელი ჰიმნი დინამოსი, რომლის ჰანგებიც ისმის და სწორედ ამ ჰანგების ფონზე მიესალმებიან ფეხბურთელები ერთმანეთს. გაგაცნობთ უკვე გუნდების შემადგენლობას, დავიწყებ რა თქმა უნდა მასპინძლებით წინა შეხვედრისგან განსხვავებით დინამოს შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა, ბერძნებს 3 ცვლილება აქვთ მოხდენილი. ალექს გარსიამ მხოლოდ გიორგი კახელიშვილის ნაცვლად გამოიყვანა მოედანზე რობერტინო. მთლიანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეკარე ნომერი 27 გიორგი ლორია, შემდეგ ვიტყვი დაცვაში ალბათ თავიდანვე ნათელია, მარჯვენა ფრთაზე დავით ოდიკაძე ითამაშებს მე-18 ნომრით, მარცხენა ფრთაზე კი 23 ნომერი გიორგი რეხვიაშვილი, ორი ცენტრალური მცველი, 24 ნომერი ლევან კაკუბავა და მე-3 ნომერი გულბერტ თომაშვილი. ნახევარმცველები, მოდით ასე ვთქვათ, მოედნის ცენტრში განლაგდებიან მე-11 მიკელ ალვარო და მის წინ იქნება მასთან ერთად 30 ნიკა კვეკვესკირი. მათ წინ იქნება განლაგებული მე-7 ნომერი ალექსანდრე კოშკაძე ითამაშებს, ხოლო ფლანგებიდან შეუტევენ 28 ნომერი ჩისკო და მე-20 რობერტინიო, ერთი გამოკვეთილი ფორვარდი გახლავთ ალბერტო იაგუე მე-19 ნომერი. დინამოს ტრადიციული რიტუალი მატჩის წინ, როგორც ყველა შეხვედრის წინ, სწორედ ისე იწყებს. დინამო დღევანდელ მატჩს თადარიგში არიან მეკარე 12 გიორგი ნადირაძე, 13 გიორგი თექურმანიძე, 9 გიორგი კახელიშვილი, 17 გოგა ბერაია, 6 ჯაბა ჯიღაური, 4 ირჯი ხომოლა, 21 კარლეს კოტო. ალექს გარსია კიდევ ერთხელ გეტყვით თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი, რაც შეეხება ბერძნების შემადგენლობა. მეკარე ნომერი 23 დიმიტრის კონსტანტინოპულოსი, 31 ნიკოს გეორგიასი, 4 კოსტას მანოლასი, 6 ხუან კალა, 10 ფერნანდეს ხოსე კარლოსი, 15 ნიკოს კარაბელასი, 14 გრიგორის მაკოსი, 19 პანაიოტის ლაგოსი, 22 ეიდურ გუდიონსენი, 33 გუნდის კაპიტანი ნიკოს ლიბეროპოლოსი და 90 ნომრით სავას გენცოღლუ. ისინი დაიწყებენ დღევანდელ შეხვედრას. მთავარი მწვრთნელი მანოლო ხიმენესი გახლავთ, ესპანელი სპეციალისტი, აეკის მთავარი მწვრთნელი, ესპანელ სპეციალისტთა დაპირისპირება არის დღევანდელ შეხვედრაში. იმედია პირველი რაუნდი მოიგო, მხოლოდ ხიმენესმა და საერთო ჯამში გამარჯვებული გარსია გამოდგება. დაიწყო შეხვედრა, არ ვიცი ახლა მივადევნოთ პირდაპირ თვალყური შეხვედრას ყოველგვარი შესავალისა და ყოველგვარი რაღაცა წინაპირობის გარეშე. დინამოს ფეხბურთელები არიან ბურთით საკუთარ მოედანზე, ჯერჯერობით ალბათ პირველი სწრაფი შეტევები, არ ვიცი მოსალოდნელი რამდენად იქნება ჩვენ გსურს. ძალიან კარგი გარღვევა პირველივე წუთებიდან. კოშკაძე შეიძლება გამწვევა სიტუაციის, მოედნის ცენტრში თამაშობს ალექსანდრე კოშკაძე, შეიძლება გადაიტანოს ბურთი მარცხენა ფრთაზე რობერტინიო, რომელმაც წინა შეხვედრა გამოტოვა, საერთოდ არ იყო ეს ფეხბურთელი წასვლაზე ჩათვალა ალექს გარსიამ და რაც წინა გუშინელ პრესკონფერენციაზე შესამჩნევი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ძალიან ბევრი მწვრთნელი აცხადებს იქ მცირე ტრავმები, სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. სახიფათო ეპიზოდი გათმდა 1-0 გოლ! ალექსანდრე კოშკაძე გადანილი გოლის ავტორი უკვე პირველივე წუთზე. ძალიან კარგი შეტევა გამოუვიდა დინამოს და ალექსანდრე კოშკაძე მოულოდნელად მიიღო ბურთი საჯარიმოში, ალბათ ვერც გაერკნენ ბერძნები თუ რა ხდებოდა და ძალიან კარგად დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით 1-0. თბილისის დინამო უკვე პირველივე წუთზე დაწინაურდა და 2 რაუნდიან ასპარეზობაში ანგარიში გათანაბრდა. ძალიან კარგი დასაწყისი, არ უნდა მოეშვან ეხა დინამოს ფეხბურთელები და ასევე განაგდო. ხედავთ, ეს არის პირველი შეტევა ფაქტიურად აუტიდან მოწოდებული ბურთი. იაგუემ ძალიან კარგად ითამაშა, შევიდა კოშკაძე, ხედავთ აქ თითქოს ბერგარისკეს მასზე თამაში. ბერძენმა მცველებმა და 1-0. იაგუეს ძალიან კარგი გადაცემა და კოშკაძეს კიდევ უფრო
სუსტი თამაში ალექსანდრე კოშკაძე, დინამოს გამოცდილი კაპიტანი, გატანილი გოლის ავტორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგი დასაწყისი. სად არიგება ალექს გარსიამ აუტიდან მოაწოდეს. რაღაცა მცირე შელაპარაკება, ეცნები პროვოკაციებში ნამდვილი ჩემპიონები არიან და არ უნდა წამოეგონ. ეხლა ქართველი ფეხბურთელები ამას დასაგებია. ეხლა იქ რაღაცა მცირე შელაპარაკება შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ყველაფერზე წავიდნენ ნაიკის ფეხბურთელები. აი აქ ნიკოს გეორგიასი არაფერი არ იყო. უნებრივია და აქ ეხლა ესეთი რაღაცა ინდურ ტიტულებს გავიხსენებთ. აქ სწრაფად მოაწოდეს აუტიდან. დარტყმა შორი მანძილიდან და ცოტა რაღაცა გაურკვევლობა იყო. დინამოს დაცვაში ვერ დაინახეს, თითქოს როდის მოაწოდა ბურთი აუტიდან ძალიან თაიკის კარის აღება. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა მეტარემ ლევან კაკუბავას სახიფათო დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმში აიკის თავკაც მანულო ხიმენესის ცვლილებებმა გაამართლა და ბერძნების უპირატესობა გამოიკეთა. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, რაც საფადარი გოლებსაც გადაედო. სტუმართა მთავარ მწვრთნელსა და დინამოელ მიკელ ალვაროს სიტყვიერ შელაპარაკებას ლამის გუნდური ჩხუბი მოყვა. შემდეგ აიკისა და დინამოს მწვრთნელებმა ერთმანეთზე გაიწიეს და თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. ათენელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს. ბუდიონსენმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. შემდეგ კი მაღალი კლასი გამოავლინა გიორგი ლორიამ. მან ლეონარდოსა და კარლოსის სახიფათო დარტყმები მოიგერია. დინამოსთვის საბედისწერო გამოდგა 111 წუთით. კაკუბავამ გუდიონსენი საჯარიმოში მოცელა. საჯმა პენალტი დანიშნა, დინამოელი მოედნიდან გააძევა და შეხვედრის ბედი გადაწყდა. ლეონარდოს დარტყმამ თბილისელთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა. სლოვენიელმა არბიტრმა დარკო ჩეფერინიმ 120 წუთზე მოედნიდან გიორგი კახელიშვილი და გრიგორის მაკოსი გააძევა და მატჩიც დასრულდა 1-1 ევროპის ლიგაში ათენის აეკითან. მატჩის შედეგი განსაკუთრებულად ემოციური დინამოს ფეხბურთელებისთვის აღმოჩნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თითოეული მათგანი გაამხნევა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. ესპანელ მწვრთნელებს შორის მოედანზე მომხდარი შელაპარაკება კი გუნდის ხელმძღვანელებმა ასე ახსნეს. მე ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცევ, თუმცა ის რაც მოედანზე მოხდა, მის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. ჩვენ საფეხბურთო ოჯახი ვართ და მსგავს მატჩებს ემოციური ფონი ყოველთვის ახლავს. ნებისმიერი წაგებული თამაშის პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გუნდის თითოეული წევრი ბოლომდე დაიხარჯა მოედანზე და ისინი არანაირ კრიტიკას არ იმსახურებენ. დინამომ 7 წლის წინანდელი ისტორიის გამეორება ვერ მოახერხა, თუმცა გუნდმა გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მე-12 მოთამაშე იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა 40,000-მა გულშემატკივარმა დინამოს ფეხბურთელები შეძახილებითა და ტაშით გააცილეს.